მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთი მშვენიერი ამინდით და მორიგი მოტოვლოგით. დღევანდელ ვიდეოში დაუბრუნდებით თემას, რაზეც ერთ-ერთ წინა ვიდეოში ვისაუბრე, რაც არის მოტოციკლეტის ყოლის ხარჯები დიდ ბრიტანეთში და წინა ვიდეოში ძირითადად აქცენტი გავაკეთე მართვის მოწმობის აღებაზე, მასთან დაკავშირებულ ხარჯებზე, თუ რა საფეხური უნდა გაიარო, რა ასპექტი უნდა გაითვალისწინო და ასე შემდეგ. ხოდა, დღევანდელ ვიდეოში აქცენტს გავაკეთებ ძირითადად მოტოციკლეტთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებზე, რაც არის მაგალითად დაზღვევა, მოტოციკლეტის სერვისი, შესაფერისი გიარი, რაც უნდა იყიდოთ მოტოციკლეტის ყიდვის დროს და ასე შემდეგ. კი, ძალიან დიდი სიამოვნებაა მოტოციკლეტი, უმაგრესი რამეა, მაგრამ ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ასე რომ ვთქვათ. და ამ ფაქტს უნდა შევეგუოთ სამწუხაროდ. დავიწყოთ რითი? მოკლედ, ალბათ კაი აზრია თუ დავიწყებთ გიარით, გიარის ხარჯებით. რადგანაც მოტოციკლეტის მართვის მოწმობის აღების შემდეგ, პირველ რიგში უნდა და მოტოციკლეტის ყიდვის შემდეგ, პირველ რიგში უნდა გააკეთოთ ეს. თუ გააქვთ მაგალითად $5,000 მოტოციკლეტის ყიდვისთვის, $4,000 იყიდეთ მოტოციკლეტი და $1,000 გადადეთ გიარზე. მე პირადად ძალიან ცუდი კაცი ვარ მაგ ამბავში, არასდროს არ მაცვია ისე როგორც საჭიროა, როგორც უნდა გეცვას, რომ მაქსიმალურად დაცული უნდა იყო. მაგ ამბავში ალბათ საქართველოში უკეთესი ვლოგერები არიან, სადაც ძირითადად გიარზე საუბრობენ, რაც არ არის ცუდი, არანაირად არ ვაკნინებ. პირიქით კარგია, რომ ასწავლიან ახალ რაიდერებს თუ რა სახის გიარი უნდა გამოიყენო, რომ მაქსიმალურად თავი დაიცვა. სამწუხაროდ მე პირადად ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც უნდა ისწავლოს ეს. და ჩემგან ალბათ არავის არ ესწავლება ეს ამბავი, მაგრამ ერთს მაინც ვიტყვი, რომ საკმაოდ ძვირია კაი გიარის ყიდვა, განსაკუთრებით თავიდან. ეხლა როდესაც დიდი ხანია მოტოციკლეტს ატარებ, ეს გიარი აკუმულირდება, ხან ხელთათმანს იყიდი, ხან რაღაცა შარვალს იყიდი და ასე შემდეგ, ხან motorcycle boots იყიდი და იმდენად არ გეტყობა ბიუჯეტზე, ნაწილ-ნაწილ რო ხარჯავ ამ თანხებს, მაგრამ როდესაც მოტოციკლეტს ყიდულობ ერთიანად, უნდა გადაიხადო მთელი ეს თანხა და ამით უნდა იყიდო, ამ თანხაში უნდა ჩაეტიო, რომ იყიდო ფეხსაცმელი, შარვალი, ზედა, ხელთათმანები, ჩაფხუთი, ბალაკლავა, რავი, ყველაფერი და იდეაში ეხლა არის შესაძლებლობა, რომ საკმაოდ იაფიანი გიარი იყიდოთ. არის ბრენდები, მაგალითად LS2 ან AGV მაგალითად, რომლებსაც საკმაოდ იაფფასიანი ჩაფხუთები აქვთ, რომლის ყიდვა შეიძლება მაგალითად 50 ფუნტიდან და ზემოთ. მაგრამ მაგაზე ნაკლებს ალბათ უკვე ჩაფხუთში მე არ გადავიხდიდი და ისეთ რაღაც მთლად ჩინურ ბრენდებს არ ვენდობოდი DOT-ის და სხვა სერტიფიკაციის გარეშე ჰელმეტებს. იგივე შემიძლია ვთქვა დანარჩენ გიარზეც, რაც არის ფეხსაცმელი, დაახლოებით 50-100 ფუნტი მაგაზე, ქვედაზე და ანუ ტექსტილისას თუ ყიდულობთ ამის მსგავს რამეს, ეს ყველაზე როგორ ვთქვათ, versatile ინგლისურად, ყველაზე ალბათ გამოსადეგი და ყველაზე კომფორტული ტანსაცმელია, რადგანაც ასე თუ ისე სუნთქავს ზაფხულის დროს, შეგიძლია ზაფხულშიც გამოიყენო, ყავისგან განსხვავებით და საკმაოდ თბილიც არის, რადგანაც შიდა ლაინერი დამატებითი ფენა მოყვება, რომელიც შეგიძლია ამოიღო ან გაუკეთო ზამთარში. კი, საკმაოდ ძვირია ესეთი ტექსტილის ქვედა და ზედა დაახლოებით რაღაც 200 ფუნტი და ზემოთ. მაგრამ დამიჯერეთ ნამდვილად ღირს, ერთხელ იყიდით და რამოდენიმე წელი გაგყვებათ. ძალიან კარგი ხარისხის ბრენდები ეხლა მთლად Alpine Stars და იმასაც თუ არ იყიდით, ეგეც არ არის აუცილებელი. ისევ რაღაცა ბიუჯეტურ ვარიანტში აარჩიეთ, RST არის მაგალითად ერთ-ერთი ბიუჯეტური ბრენდი,
მისი ქურთუკები და შარვლები შეიძლება შეიძინოთ საკმაოდ ისეთ მისაღებ ფასებში. ხო და ანუ ისეც არა რომ თლად გაიწეწოთ ახლა კი ყველას გვიყვარს ლამაზი ზიზიები რო გვაცვია მაგრამ ისევ ძალიან ბევრი ფულის გადახდაც აი რავი სისულელეთ მიმაჩნია იმიტომ რომ ეს თანამედროვე გიარი, თანამედროვე equipment-ი საკმაოდ კარგ დაცვას გთავაზობს უკვე ის ბიუჯეტური ვერსიებიც და ეს ზედმეტი 100 და 200 ფუნტის გადახდა ალბათ იდეაში არ არის გამართლებული. ნუ გამართლებული არის თუ მოგწონს თუ როგორ გამოიყურება რა თქმა უნდა. რაც შეეხება ხელთათმანებს, ალბათ მე ვთვლი რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია რომ მთელი წლის განმავლობაში თუ გინდათ რომ ვიკატაოთ, მაშინ ერთი ზაფხულის წვილი უნდა გქონდეთ და ერთი ზამთრის წვილი უნდა გქონდეთ, რაც ახლა მიკეთია. დაინისის ხელთათმანებია, ძალიან დათბილული ხელთათმანებია და რავი, მთელი წლის განმავლობაში ამ ხელთათმანებით შემიძლია, მთელი ზამთრის უბრალოდ მთელი ზამთრის განმავლობაში შემიძლია ამ ხელთათმანით თავისუფლად ვიკატაო. ზაფხულში კი რამე ან ბადენარევი ანუ მთლიანად ტყავი რომ არ იყოს, იმიტომ რომ შევწდი ეგრეთ ჩემ პირველი ხელთათმანი ვიყიდე ტყავის ხელთათმანები ზაფხულში და აი ყოველ გაჩერებაზე მაგ ხელთათმანის ხელიდან მოძრობა და უკან გაკეთება იყო სერიოზული ჩელენჯი. აი რავი არავის არ გიჩერდა ეგეთი რაღაცის გამოცდა. ის ნაჭრის და ფაბრიკის ტექსტაილის ხელთათმანებიც მშვენიერ დაცვას გთავაზობს და უფრო კომფორტულია დამიჯერეთ ხელზე ვიდრე ყავის ხელთათმანების ტარება ზამთარში. რავი, ეს ჩემი პატარა ედვაისები, პატარა რჩევები მიერთან დაკავშირებით და ალბათ ამითი ამოიწურა ყველაფერი, იმიტომ რომ გიარის აზრი არ ვარ. ერთი ვიცი რომ აი ხელთათმანები აი დღემდე მოტოციკლეთ შარვალი არ მაცვია, დავდივარ ჩვეულებრივი ჯინსით, რაც აი კი არ არის სწორი, ნამდვილად, მაგრამ ნუ არ ვიცი, ხანდახან აი ჩემი კომფორტი ჩემ კომფორტს ვამჯობინებ ხოლმე იმ უსაფრთხოებას ალბათ რა და რაც არ არის იდეაში სწორი. არ გაიმეოროთ ეგრე. კარგი, შემდეგი რა შეიძლება რა არის კიდევ გასათვალისწინებელი მოტოციკლებთან დაკავშირებულ ხარჯებში, ეს არის რა თქმა უნდა სერვისი მოტოციკლის, ინგლისში სერვისის საფასური მერყეობს ეგრე 150 ფუნტიდან 250 და 300 ფუნტამდე. აი მაგალითად ტრიუმფში ეს მოტოციკლი, როდესაც ვიყიდე, ტრიუმფში დავრეკე სერვისის გასაკეთებლად, იმიტომ რომ ამ მოტოციკლებს ჰქონდა ძალიან პატარა გარბენი, პირველი სერვისი ჰქონდა მხოლოდ გაკეთებული და მეორე სერვისი ჯერ არ უწევდა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე რომ მეთქი ზეც და ფილტრს შევცვლი. დავრეკე ტრიუმფში quote-ის გასაკეთებლად, თუ რამდენად გააკეთებდნენ სერვისს და ისეთი თანხა მითხრეს, რამის ტელეფონი გამივარდა ხელიდან მართალი გითხრა. აი მზად ხართ? 275 ფუნტი ზეთის და ფილტრის შეცვლაში. აი წარმოუდგენელი თანხა. აი რატო უნდა ღირდეს ამდენი? ჩემამდე არ დადის, აი რა 50 ფუნტი ღირს ალბათ ზეთიც და ფილტრიც ერთიანად და 15 წუთის ამბავია სერვისი, ზეთის შეცვლა. მეტი რო არ გჭირდება ფიზიკურად და აი 275 ფუნტი, აი პროსტო ფულიც რომ გქონდეს, აი რატო უნდა გადაიხადო არ ვიცი რა. აი ესეთი ფასებია და მარტო ტრიუმფი კი არა, ძირითადად ყველა დილერშიპი ესეთი ფასებით განადგურებს, ასე რომ ვთქვათ. ყველაზე ცნობილი მაგითი არის BMW და Ducati, მთელი ინგლისში აი ყველაზე ძვირადღირებული სერვისები აქვს, განსაკუთრებით დიდი სერვისი როცა გიწევს, valve clearance სერვისი, რომელიც რავი, თანამედროვე ბაიკებზე ალბათ ეგრე 20000 მილზეა. Charge Max სერვისის არის დაახლოებით Ducati-ში, ჩემ მეგობრის 11.99-ზე quote მისცეს 1300 ფუნტი თუ არ ვცდები. 1300 ფუნტი სერვისში. კი, მესმის რომ ახლა Ducati-ს რო შლი კომპლექსური ძრავია და საკმაოდ დიდი რაოდენობის დრო გჭირდება საქმის შესასრულებლად, მაგრამ 1300 ფუნტი რა ამბავია. და ჩვეულებრივ და ხალხი ისევ და ისევ
დილერშიპში, ოფიციალურ დილერშიპში წასვლის მაგივრად ირჩევს, რომ წავიდეს არაოფიციალურ გარაჟებში, სადაც მექანიკი ალბათ უფრო კვალიფიცირებულია ვიდრე ამ ოფიციალურ დილერშიპებში, როგორც BMW-ა, Honda, Yamaha და ასე შემდეგ, Triumph. და საკმაოდ დიდი სხვაობაა ფასებში, დამიჯერეთ, ძალიან კარგი მექანიკი ვიპოვე, რომელმაც ეს ყველაფერი ნახევარფასში გააკეთა. და კიდევ ერთი რამ, ძალიან განსხვავდება სერვისის ხარისხი, როდესაც აი მაგალითად მიდიხარ გარაჟში, სადაც იცი რომ აი კარგი მექანიკოსია და მიყავს დილერშიპში, რომელიც აი ახლა ხო სახელია, ხო ოფიციალური დილერშიპია და ეს მექანიკებიც კარგი უნდა ყავდეთ და ეს ტრეინინგ გაუვლილი მექანიკები უნდა ყავდეთ და კარგი სერვისი უნდა გააკეთონ. არ მოთხოვდეთ, ძალიან ბევრი ისტორია ვიცი ჩემი მეგობრებისგან, ლონდონში მეგობრები მყავს, რომლებიც დილერშიპებში მუშაობენ, ერთი მუშაობს BMW-ში, მეორე მუშაობს Honda-ში და აი ძალიან ბევრი ისტორიას ყვებიან, რომ თუ როგორ ეპყრობიან ახალ ან მიყვანილ მოტოციკლიანტის მოტოციკლეტებს, არა მექანიკოსები, არამედ აფერენტისები. აფერენტისი არის მოსწავლე მექანიკოსი, 16-17 წლის ბავშვი, რომელსაც ხელსაწყო მისცეს ხელში და მიუშვეს შენ მოტოციკლეტთან, რომ ისწავლოს. აი წარმოიდგინეთ ახლა და გინდათ ახლა თქვენ ეგეთი რაღაცა. მე ნამდვილად არ ვანდობდი ეგეთ პიროვნებას ჩემ ბაიკს. ხო და ისევ ფასებსო დაუბრუნდეთ, ნორმალურ ჩვეულებრივი სერვისის ფასი, ალბათ რამე ჩვეულებრივ გარაჟში რომ მიხვიდეთ, არა ლიცენზირებული არა, მაგრამ არა ოფიციალურ დილერშიპში რომ მიხვიდეთ, დაახლოებით 200 ფუნტამდე. 200 ფუნტამდე დაგიჯდებათ სერვისი და დიდი სერვისი უკვე გააჩნია მოტოციკლეტს, თუ მაგალითად ძირითადად მოტოციკლეტებზე ყოველ 2 წელიწადში უნდა შეცვალოთ თქვენი სამუხრუჭე სითხე, ეს ალბათ ზედმეტი 50 ფუნტია, ყოველ 3 წელიწადში ან 4 წელიწადში ფილტრი იცვლება იდეაში, ესეც გააჩნია მოტოციკლეტს, ეხლა ამ შემთხვევაში მაგარი უხერხული შესაძლებელია ფილტრი, იმიტომ რომ თენკი მთლიანად უნდა მოხსნა, ანუ ჩვეულებრივ მოტოციკლეტებზე, სხვა მოტოციკლეტებზე როდესაც არის რომ თენკი უბრალოდ აწიო შეგიძლია და ეს ფილტრი ამოიღო, აქ არა, აქ ელემენტი უნდა ამოიღო, ბაკი მოხსნა და მთელი დავიდარება არის. ხო და ანუ მოტოციკლეტსაც გააჩნია აი რამდენი საათი დასჭირდება მექანიკს ამა თუ იმ ტასკის შესასრულებლად. მაგრამ ხო, ეგრე ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ფილტრი, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ან 5 წელიწადში ერთხელ ანტიფრიზი, კულონტი უნდა შეცვალოთ სისტემაში. ყოველ წელს MOT უნდა გააკეთოთ, რაც არის ტეხასმოტრი, ტექდათვალიერება ქართულად და რომელიც არ ღირს ძალიან ძვირი, დაახლოებით 40 ფუნტი ღირს, წელიწადში ერთხელ 40 ფუნტის გადახდა მოგიწევთ, რომ თქვენმა მოტოციკლმა ტექნიკური დათვალიერება გაიაროს და სხვათა შორის ეს ვიცი რომ საქართველოში საკმაოდ ტკივნეული თემა არის, ტექდათვალიერება და ეს კატალიზატორების ამბავი და გამშვებების ამბავი, აქ საკმაოდ რბილი წესებია ამასთან დაკავშირებით, ანუ კატალიზატორის გარეშე მოტოციკლეტებმა ბევრ ადგილას მექანიკებმა შეიძლება ან ტექდათვალიერებაც გაატარონ. მე რავი, ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ყოველთვის ეგრე ვატარებდი და დიდი ნომერის ზომა უნდა შეცვალო ხოლმე. რომ სტანდარტი დიდი ზომის ნომერი დააყენო ტექდათვალიერების დროს. დანარჩენი ვაფშე არაფრის შეცვლა არ ჭირდება, მიუყვან მთავარია მოტოციკლეტი გამართული იყოს და უსაფრთხო იყოს გამოყენა ექსპლუატაციისთვის. დანარჩენი ესენი მექანიკები არაფერზე არ ზრუნავენ. კიდე რა, ხო, ერთხელ დამაფეილეს ტექდათვალიერებაზე, რადგანაც ინტეგრირებული უკანასანათი მქონდა, ანუ ციმციმები და უკანასანათი ერთ ლაითში იყო. ერთი ლაითი იყო, ანუ ციმციმები მქონდა მოშორებული და ყველაფერი იყო ინტეგრირებული ერთში. ხო და კანონის თანახმად რაღაცა დაშორება უნდა რაღაცა დაშორება უნდა იყოს ციმციმებს შორის. ხო და მაგის გამო არ გაატარეს ტექდათვალიერება. ეგ იყო და ეგ.
მაგრამ ისიც სხვა ადგილას წავედი და სხვა მექანიკმა უპრობლემოდ გამიკეთე. კიდე რა შეიძლება, რა ხარჯი შეიძლება გავიხსენოთ საბურავები. რაც ყველაზე დიდი ხარჯი. საბურავები. საბურავები ახლა პატარა ბაიკებზე პრობლემა დიდი არ არის, ერთ საბურავს დააყენებ და ეგრე წელიწად ნახევარი ყოფა, შეიძლება 2 წელიც გეყოს. პატარა კუბატურის მქონე მოტოციკლებზე თან გააჩნია რამდენს დადიხარ, ეგეც ძალიან დიდი ფაქტორია. ხოლო ესეთ ბაიკებზე სამწუხაროდ, რომელსაც წარმოუდგენელი რაოდენობის თორკი აქვს, იდეაში რაც არ სჭირდება, ეს ბაიკები უკანა საბურავს ანადგურებს. აი ყოველი აჩქარების დროს, რა თქმა უნდა ესე რომ ჩქარდები ყოველ 2 წუთში რო ვერ ისვენებ, ხელს რო ვერ ასვენებ, ამ ყველაფერზე პასუხს აგებს შენი უკანა საბურავი. მე ამ ბოლო წლების განმავლობაში ვიყენებ სპორტ ტურინგ საბურავებს, რადგანაც ესეთი ამინდებია, რა უყოთ, ხან ზე გამოდის, ხან იწვიმებს, ახლა იქითკენ ღრუბელი არ არის, მაგრამ წვიმს. იდეაში ღრუბელი ზემოთ ვიხედები, ღრუბელი არ არის, მაგრამ წვიმს. ხო და ესეთი შერეული ამინდების გამო და ზამთარი 10 გრადუსის ქვემოთ ჩამოდის, ხანდახან -5-იც გადადის და ესეთი სპორტ კომპაუნდ საბურავების გამოყენება თითქმის შეუძლებელია. ეს ბაიკი მაგალითად პირელის დიაბლო კორსებით მოვიდა V3-ებით, რაც სპორტის, რა თქმა უნდა, ეს სპორტული საბურავებია, მაგრამ უფრო აი ტრეკზე გათვლილი, მაგრამ road legal საბურავები არის. ხო და ერთამით ხო, ტრეკზე გათვლილი, მაგრამ გზისთვის ლეგალური საბურავებია და აი საზიზღარი საბურავებია, მართალი გითხრათ, გზისთვის. ტრეკისთვის ალბათ იდეალურია ზაფხულის ამინდებში, აი როდესაც 15 გრადუსის ზემოთ არის ტემპერატურა, იდეალურია, ძალიან მაგარი საბურავია, მოჭიდება გაქვს რაღაც წარმოუდგენელი, თუმცა ესეთ ამინდებში, როგორც 10 გრადუსის ქვემოთ ჩამოდის, საბურავი არ თბება. არის როგორც შეშა. მოჭიდება აქვს აი უსაზიზღრესი და აი რავი, მიჩვეული რო ხარ, კარგ საბურავს, ეგეთი საბურავით რო გამოხვიდე ზამთარში უეჭველი დაიმტრე. და რა საბურავებსაც ვხმარობ ამ ბოლო წლების განმავლობაში, ეს იყო მაგალითად მიშელინის როუდები, როუდ 4-დან 6-ის ჩათვლით, მაგალითად პირელის Angel GT2-ები, ესენი არის სპორტ ტურინგ საბურავები, რომლებსაც საკმაოდ კარგი მოჭიდება აქვს. პროტექტორი აქვს ისეთი, რომ ანუ სველამინჩიც ძალიან კარგი მოჭიდება აქვს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის dual compound საბურავები. რას ნიშნავს ახლა dual compound საბურავები? ეს ნიშნავს იმას, რომ 2 სხვადასხვა ტიპის რეზინაა საბურავში, ანუ საბურავის ცენტრში არის უფრო ყრივი რეზინა, რომელსაც შეუძლია დიდი მაილეჯის ატანა, ანუ დიდი დისტანციები შეგიძლიათ ამ საბურავით გაიაროთ, სანამ დაკვერცხდება და სანამ გაწვდება, ხოლო გვერდებზე აქვს უფრო რბილი კომპაუნდი, ანუ უფრო რბილი რეზინა აქვს და მოსახვეებში, როდესაც შედიხართ, ის გრიპი გაქვთ, რაც გჭირდებათ, აი ესეთი დინამიური ტარების დროს. აქედანაც ქვია სპორტ ტურინგ საბურავები. მაგარი სისტემაა, მართლაც ძალიან მაგრად მუშაობს, იმიტომ რომ ესეთი ბაიკითაც, ეგეთი საბურავით ალბათ შეგიძლიათ ეგრე 4-დან 5000 მილამდე გაიაროთ. მაგრამ ეს ყველა ბაიკზე არ არის, როგორც თქვი, დაბალკუბატურიან ბაიკებზე საგრძნობლად ნაკლები ხარჯი იქნება, შეიძლება მართლაც 1-2 წელი გეყოთ, მე ეს საბურავები ერთ ზაფხულში всё ვაქრობ. იმიტომ რომ ასე თუ ისე რაღაც კაი მაილეჯსაც გავდივარ ხოლმე, რომ ვცდილობ როგორც რაღაც თავისუფალი დრო გამომიჩნდება, გამოვიდე ვიკატაო. სამწუხაროდ ამ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში დაყვინა ჩემო კატაობა, მაგრამ კაია რომ დავბრუნდი მაინც. კარგი, საბურავების ამბავი ალბათ გავიარეთ. შემდეგი რა შეიძლება? ხო,
ძალიან მნიშვნელოვანი ინგლისში, ეხლა საქართველოში კი სავალდებულო ვიცი არ არის დაზღვევა, მაგრამ ინგლისში დაზღვევა არის სავალდებულო მანქანაზეც და მოტოციკლზეც. დაზღვევის გარეშე თუ პოლიციამ გაგაჩერა ან კამერამ სადმე აგინთო რომ დაზღვევის გარეშე დადიხარ, ეგრევე ქულას გიწერენ, შეიძლება 6 ქულამდე დაგიწერონ, თუ მეტი არა. ჯამში გაქვს 12 ქულის უფლება, 12 ქულას როგორც აიღებ, ეგრევე მართვის მოწვევას გართმევენ. და პირველი 2 წლის განმავლობაში ახალაღებულ მართვის მოწმობაზე მხოლოდ 6 პოინტის უფლება გაქვს. ეს კიდევ უარესი. ხო და დაზღვევის გარეშე თუ გაგაჩერეს, მაგარ შარში ხარ, ეგრევე მინიმუმ 6 პოინტი, მოტოციკლი ან მანქანა გადაყავთ ეგრევე შტრაფსტაიანკაზე და აი სასწაული ფულები უნდა იხადო, ის იქიდან გამოიყვანო, შეიძლება კიდე ცალკე პენალტიც დაგიწერონ, და კიდე ზემოდან ფული გადაგახტევინონ და ასე შემდეგ. გააჩნია რის გამო გაგაჩერეთ, ეგეც გასარკვევია. ხო და ამის გამო რახან სავალდებულოა ეს დაზღვევები და ისეთი ორგანიზაციები, როგორც ვიცი, არ არის ბევრი, რომელიც ან სახელმწიფო ორგანიზაცია არ არის, რომელიც მათ აკონტროლებს და ესე ფასებს კორექტირებას უკეთებს. აი, გადაიჯვეს. ისეთი რაოდენობით, ისეთი თანხებით ჩარჯავენ ხალხს, რომ აი, რა ვიცი. ნუ რა თქმა უნდა ეს მარტო მაგათი ბრალი არ არის, ეს ყველაფერი გამოწვეულია კიდე იმით, რომ ძალიან დიდი პრობლემაა ინგლისში ქურდობა, ძალიან ბევრ ბაიკებს იპარავენ. ნუ რო დაფიქრდე ახლა, ხო, კუნძულია, სად მიყავთ კუნძულიდან, მაგრამ მიყავთ უპრობლემოდ, აი ძალიან დიდი რაოდენობის მოტოციკლებს იპარავენ ყოველ დღე და ეს სადაზღვევო კომპანიები წარმოუდგენელ თანხებს ჩარჯავენ მერე კლიენტებს ამის გამო. ეხლა მაგალითად ლონდონში, როდესაც ცხოვრობ, ლონდონში ეს circular road-ი რაც არის, M25 რაც არის, მაგის შიგნით, ანუ შენი პოსტკოდის შიგნით თუ არის, მაგ წრიული გზის, მაგარი დარხეული გაქვს, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრის გადახდა მოგიწევს. იმიტომ რომ აი ეს მთლიანად ეს კრიმინალური აქტივობა ძირითადად ხდება ქალაქის ცენტრში. და აი შენი საცხოვრებელი ადგილი თუ არის, შენი დაზღვევა თუ არის დარეგისტრირებული სადმე ამ არეაში, აი всё დარხეული გაქვს, ძალიან დიდი თანხებზეა საუბარი. აი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, წლების წინ, ამდენი წლის წინ, ჩემი პირველი მოტოციკლეტი, მე მყავდა აქ ინგლისში ჩემი პირველი მოტოციკლეტი MT-125, MT-125-ზე ვიხდიდი 2000 ფუნტს წელიწადში. წარმოიდგინეთ, ანუ ყოველ წელს ვიხდიდი როგორც ერთ მოტოციკლეტს რა. აი წარმოუდგენელი თანხაა და ბევრი ვიცი, მაგაზე უფრო მეტ თანხებს იხდიან. ახლა თუ სპორტ ბაიკები გყავთ, ლიტრიანი სპორტ ბაიკები გყავთ, 3000 ფუნტი და შეიძლება მაგაზე მეტიც იყოს დაზღვევა. აი რანაირად არის ეს გამართლებული, არ ვიცი მართალი გითხრათ, მაგრამ აი ეგეთი ფასებია. სამწუხაროდ. ახალი აღებული მართვის მოწმობა თუ გაქვს კი, აი ვაფშე მაგარ შარში. ეხლა ამ მოტოციკლზე თუ გაინტერესებთ, რამდენს ვიხდი, საკმაოდ გაიაფთა, დაახლოებით წელიწადში გამოდის 500 ფუნტი, რახან კლეიმები არ მაქვს წლების განმავლობაში, ანუ როდესაც კლეიმი არ გაქვს შენს სადაზღვევო პოლისიზე, ანუ ავარიის გარეშე გაქვს წლები, მაშინ გიგროვდება no claim ბონუსი. და თუ გადაცდი 5-7 წელს no claim ბონუსს, უკვე შენი ყოველწლიური თანხაც საკმაოდ იკლებს ქვევით. საბედნიეროდ წლებია უკვე არ მქონია არაფერი ეგეთი და ღმერთმა დამიფაროს ეგეთი ამბებისგან, მაგრამ ხო რა, ვერსად ვერ გაექცევი. სადაზღვევო კომპანიას ვერსად ვერ გაექცევი ინგლისში. აი ახლა მეგობარი მყავს ლონდონში კიდე 600 კუბიანი ბაიკი და იხდის 1800 ფუნტს. აი რაც სასაცილოა იდეაში, მაგრამ ეგეთი ფასებია. ამასთანავე თქვენ იხდით არა მარტო დაზღვევას, არამედ road tax.
ანუ გზის გადასახადს, რაც დაახლოებით 100 ფუნტის პარკლებში იქნება ესეთ დიდ კუბატურიან ბაიკებზე, ხოლო რავი 125 ფუნტიან ბაიკებზე უკვე ნაკლები ალბათ 30-დან 50 ფუნტამდე ალბათ. მაგრამ ეხლა ამდენი რაღაცა მოვყევი. ეს ყველაფერი რომ შეაჯამოთ, ისეთ კოლოსალურ თანხებზე ადიხართ წელიწადში, რომ ნორმალური ადამიანი იფიქრებს, რომ ერთი ამის დედაცვატირეო მოტოციკლეტი არა ისო, მაგრამ აი ეგ არის ზუსტად რომ არ ვართ ნორმალურები. მოტოციკლეტები ვისაც გვიყვარს. ამიტომაც ვიხდით ამ ხელა თანხებს და აი გვიყვარს ეს ექსტრემალური ტარების მანერა, საერთოდ მოტოციკლეტი არასდროს არ ვიძახი ხოლმე რა, რომ აი რამენაირად არის სპორტთან დაკავშირებული. აი მეზიზღებოდა რა, აი რო ვხედავდი, როდესაც საქართველოში აი ეს ბევრი არ ვიცი, ვინები იყვნენ, აი ეგეც წარმოდგენა არ მაქვს, რომ ტიპი გამოდის, ორჯერ არის მას ტრეკზე ნამყოფი და გამოდის და ეს სპორტი აი რა ეს სპორტი, ეს არის უბრალოდ გადაადგილების საშუალება. ეს არის ტრანსპორტი, რომელიც შეგიძლია ატარო სპორტულად. რაც არის არალეგალური იდეაში, მაგრამ ეს სპორტი არ არის და სანამ არ გაანალიზებს ეს ხალხი საქართველოში, რომ მოტოციკლეტი სპორტი არ არის, აი ეს ავარიები და ეს სიკვდილები არ დამთავრდება. ეს არის უბრალოდ გადაადგილების საშუალება. ეს არის ტრანსპორტი, რომელსაც აქვს წარმოუდგენელი რაოდენობის ხედის ძალა კილოგრამზე და შეგიძლიათ ტყვიასავით იაროთ. მაგრამ ისევ და ისევ არის ტრანსპორტი. არ დაგვავიწყდეს ეს. როდესაც ამ ყველაფერს აღიქვამ როგორც სპორტად და როგორც რაკეტად, აი მაშინ არის რომ გერხევა რა და მაშინ არის რომ ავარიებშიც მოყვები და მაშინ არის როდესაც რომ რაღაც ძალიან ცუდი რაღაცა მოგეწევა. ასე რომ ცოტა ეს მსოფლმხედველობა ამაგასთან დაკავშირებით უნდა შევცვალოთ ალბათ რა. არ ვიცი ადრე რაღაცა ისე კი ვთქვი, მაგრამ ადრე რაღაცა შოუ იყო, დილის შოუში ყავდათ მიწვეული რაღაც ბლოგერები, თუ რაღაც რეისერები, თუ არ ვიცი ვინ ყავდათ მიწვეული და ქალაქში სიარულზე იძახდნენ აი მოტოციკლეტზე სპორტიო და არ არის ეს სპორტი ხალხო, არ არის ეს სპორტი. კარგი. ძალიან შორს წამიყვანა ამ საუბარმა ახლა. დაუბრუნდეთ ჩვენ თემას ისევ. მოკლედ, მე მგონი ძირითადად ამოვწურეთ ყველაფერი, გავიარეთ დაზღვევა, გავიარეთ გზის გადასახადი, გავიარეთ გიარის საფასური, სერვისის საფასური და რავი, იმედია სხვა ხარჯები არ დაგჭირდებათ, ღმერთმა არ დაგაჭიროთ, რაც არის დამტროული პლასმასის და დამტროული ლივერების და სხვა დეტალების შეცვლის ფასი, იარეთ წყნარად, იარეთ ლაღად. სადაც საჭიროა იქ გახსენით, აი ახლა თუ დააკვირდებით, ამდენი ხანია ვსაუბრობთ და არსად არ ჩამიდგია, იმიტომ რომ ძირითადად მოძრაობ ქალაქში ახლა ძალიან გადატვირთულ ადგილებში თუ მოძრაობ, სადაც ხალხია, შეწუხდება შენი ამხელა ეგზოუსტის ღრიალით, შეაშინებ ვიღაცა ბავშვს, შეაშინებ ვიღაცის ძაღლს და ასე შემდეგ. არა, დეგენერატი არ უნდა იყო რა, უბრალოდ აი ესეთ პროჭი არ უნდა იყო რა, და ოღონდ გაზი გახსნა. აი ახლა ვარღვევთ, ყველანი ვარღვევთ კანონებს ასე თუ ისე ცოტ-ცოტათი, მაგრამ აი ესეთ ადგილებში არ უნდა ჩაადგა რა. აი ახლა გამოდიხარ აი ესეთ ადგილას, სადაც უკვე კი დასახლებული პუნქტი არ არის, მაგრამ ხედავთ აი რამდენი მანქანა არის. არ ჩავადგავ ახლა, იმიტომ რომ არ არის რა ახლა ეს ადგილი. მაგისთვის სადაც უნდა გახსნა ბოლომდე. როდესაც არის თავისუფალი გზა, როდესაც ტრაფიკი არ არის, ხალხი არ არის, რაც გინდათ იც გიქნიათ, კისერიმს გიტეხიეთ იდეაში, ჩემი ჩათვლით ვიძახი. გვიტეხია, კისერიმს გვიტეხია. ხო და ერთი რაღაცის მჯერა მე, რომ შენ თუ გიყვარს ეს ექსტრიმი და ესეთი სტილის მოტოციკლეტის ტარება, გიყვარდეს ძმაო და დაო. ატარე როგორც გინდა, მაგრამ ისი ატარე რომ მხოლოდ ისევ შენ თავს შეუქმენი საფრთხეს, სხვას ნუღა შეუქმნი საფრთხეს რა, ესე გადატვირთულ გზებში ახლა არანორმალურობით რო ატარებ ადრე სუპერბაიკ ვიდეოზე რომ ვთქვი, რომ უწმაწური სიტყვით მოვიხსენიე ის ხალხი, ვინც წარმოუდგენელი სიჩქარით დაფრინავენ მანქანებს შორის, გაგანია რაშაუარზე, გაგანია პიქსაჩი, ლამაზად მოვიხსენია, ასე რომ ვთქვათ და ერთი ორმა
ჩემმა გამომწერმა დამიწერა კომენტარი, რომ არ არისო ეგო სწორიო და ანუ სკილიაო ეგ ყველაფერიო, მაგრამ არც სკილია ეგ და სწორიცაა, თუ რაღაცას არასწორს ხედა, უნდა აჩვენო იმ არასწორზე იმ ადამიანს რა, რომ შეიძლება მაგან ვერ გაიგოს, იმიტომ რომ გამოშტერებულია და ჯიუტია, მაგრამ სხვა ისწავლის, ის ახალი რაიდერი, ვინც ახლა იწყებს და ახლა იხედება ამ სფეროში, ის ისწავლის. ეს არხი რომ გავაკეთეს, თავიდან იდეა ეგ იყო რა, ამ არხის გაკეთების, რომ მაქსიმალურად გამეზიარებინა, განა ის, რომ აი ნახეთ რა მაგარ ბაიკებზე უკატაობ და ასე შემდეგ. არა ის, რომ რაც შეიძლება უსაფრთხო გახდეს ყოველი ჩვენგანისთვის ყოველი რაიდი და ვიცოდეთ თუ რა სად და როგორ მივიღოთ სიამოვნება. აი ახლა მაგალითად მოვდივართ ეგ, სადაც ცოტა გახსნილი გზა არის და შეგვიძლია ცოტა ჩავაჭიროთ. ისე ძალიანაც არა რა. მოიღუშა ამინ სამწუხაროდ. ლამაზი კი ამაინც. კაი დავუღები. აი, ალბათ ამით დავამთავრებ, მეგობრებო, დღეს. იმედია. რამე საინტერესო ინფორმაცია გადმოგეცით და ისიამოვნეთ ვიდეოთი. მე კი წავალ ახლა ფეხს ცოტას გავშლი, ვაიმე დედა.